მიუტანტი. ბევრ თქვენთაგანს შეიძლება იგი ახსოვდეს ღამის შოუდან, თავისი ცინცხალი გურული იუმორით, მაგრამ იქ არ თქმულა მთავარი, რომ ამ ახალგაზრდა კაცმა გურიაში ოქროს მედალზე დაამთავრა სკოლა. შემდეგ წითელ დიპლომზე სახელმწიფო უნივერსიტეტი და 7 წელი ისწავლა გერმანიაში. გაიარა დოქტორანტურა, მოამზადა დისერტაცია და ერთ თვეში უკვე დაცვა აქვს. არადა სულ 27 წლისაა. დიდი სიამოვნებით მინდა წარმოგიდგინოთ პროფესიით ბიოლოგი და შეთავსებით იუმორისტი ბატონი ზურაბ შევარდნაძე. სადაური შევარდნაძე ხარ, მამათელი? არა ბატონო, მე ასკანელი გახლავართ. მაის ულერთია, შევარდენი ყველგან შევარდენია. ესე იგი, მე როგორც გავიგე, დისერტაცია უკვე დაგიწერია. სამომავლოდ ალბათ კწანიში დასახლებას და მემუარების წერას აპირებ, რა? აუცილებლად. ესე იგი, ვიმეზოვლოთ, კაცო. ეხლა გერმანიაში ჩემი არ იყო, შენ წარმატებით გიმოღვაწია. მე ზოგიერთმა წამომაძახეს რა, გერმანიას უფრო წაადგა ვიდრე საქართველოს, ეს ხოვრობით რა თქმა უნდა. სხვათა შორის ბევრი მეგობარი მყავს იქ. დღეს აფწერენ წერილებს, კოლი, გენშერი, რომელი ერთ შემოვთვალო. ისე გერმანიაში წასვლას რო დააპირებ, უჩემოთ არ წახვიდე რა. ჯანჯუხასა და კვაწარას გაგადა, ახლა დიდი არაფერია, მაგრამ გეხარდება. აბაშენიცი, არ შეგვარცხინო, მიდი. ძვირფასო მეგობრებო, თუ ზურაბ შევარდნაძის გამოსვლა მოგეწონებათ და ყვავილების მირთმევას დააპირებთ, მაინცა და მაინც ვარდებს ნუ მიეტანებით, თორემ გადადგება და კონცერტიც ჩაგვეშლება. არა, მაგის არ მეშინია. მე პროფესიით ბიოლოგი ვარ, ბოტანიკოსი, ამიტომ ვარდებთანაც მეგობრობ, გვირილებთანაც და გურულებთანაც. ძალიან კარგი. გურიდან თბილისის უნივერსიტეტის გავლით გერმანიაში ჩასვლა და იქ სწავლა იოლი რომ არ იქნებოდა, ამდენს კი ხვდებოდი. ამიტომ დღესსა და ღამეს ვასწორებდი. იქ ყოფნისას ხშირად მახსენდებოდა ბატონი კონსტანტინე გამსახურდია, რომელიც ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში სწავლისას შემოუძახებდა თურმე საკუთარ თავს. ჰეი, პატარა მდინარის პირას გაზრდილო ბიჭო, არ გაჯობონ დიდი მდინარის პირას გაზრდილთა. ეტყობა ვერც მაჯობეს. პირველი სემესტრი არ მქონდა დამთავრებული, თავისი სიმკაცრით განთქმულმა, ჩემმა ხელმძღვანელმა, პროფესორმა ვოლფრამ ლობინმა საოცარი რამ გააკეთა. მითხრა ზურაბ, ქირა, რატომ უნდა იხადოთ, ჩვენ დიდი სახლი გვაქვს და გადმოდი ჩვენთან საცხოვრებლათო. შვილივით მიმიღეს და მთელი ეს წლები ამ ოჯახში გავატარე. გერმანიაში ვინმემ ასეთი სითბო გიჩვენოს, რასაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ამ ოჯახისგან გრძნობდი, ნამდვილი სასწაულია. მეორე სასწაულის გახლავთ, რომ თურმე ასეთი გულისხმიერი და თბილი ადამიანები თავიანთ კარის მეზობელს არ იცნობენ. არადა ერთმანეთის გვერდით უკვე 18 წელია ცხოვრობენ, მე გავაცანი ერთმანეთს. დაუჩემე ფრაუ კლარას. ამისთანაც ცნობილ და ასეთ სახელოვან პროფესორს როგორ არ იცნობ მეთქი. ბოლოს და ბოლოს ერთი გალავანი ყოფთ ერთმანეთისგან. საქმე ისე წავიყვანე, რომ საღამოს მეც და ჩემი მასპინძლებიც ვახშმად დავგვატიჟეს. არ მავიწყდება ვოლფრამის გაკვირვებული სახე მიპატიჟების ამბავი რომ მიუტანე. წავიდა მეზობლობა, გადაპატიჟ, გადმოპატიჟება. მერე უკვე ერთად გავიცანით მეორე მეზობელი ფრაუ მატილდა, მისი ოჯახი და ასე. 3 წლიანი შრომის შემდეგ საქმე ისე წავიყვანე. იმდენი მოვახერხე, რომ სამეზობლო ჭიშკარიც კი გავაჭრევინე გალავანში. რომ ჩავედი, ბერლინის კედელი კი დამხვდა კარგახნის დანგრეული, მაგრამ ერთი პატარა ბონის სამეზობლო კედლის დანგრევაში მეც შევიტანე ჩემი პატარა წვლილი. გერმანელებისგან რა თქმა უნდა, ბევრი რამე შეიძლება ისწავლოს კაცმა. პუნქტუალურობა, აკურატულობა, შრომის თუ ყოფითი კულტურა, მაგრამ გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ ბევრი რამის სწავლა ჩვენგანაც არ აწყენდათ. იყო ერთი პატარა შემთხვევა, რომელმაც ჩემში ნამდვილი შოკი გამოიწვია. ძალიან დაუმეგობრდით ვოლფრამის ერთ-ერთი მეგობრის ოჯახს და ხშირად ვსტუმრობდით მათ. ყველა წვეულებაზე ჭიქარ გაწკარუნდებოდა უჩვენოდ. განსაკუთრებით ამ ოჯახის უხუცესი წევრი ფრაუ ბარბარა დამიმეგობრდა. მე თვითონ ბებია ბაბუას გაზრდილი ვარ და მოხუცებისადმი განსაკუთრებული პატივისცემა მაქვს. ამიტომ ხშირად ჩამქონდა ფრაუ ბარბარასთვის ქართული სუვენირები. ეს მას ძალიან მოსწონდა. ერთხელაც გამოვცხადდით მორიგ წვეულებაზე, მორიგის სუვენირებით ხელდამშვენებული, მაგრამ რადგინდა ფრაუ ბარბარა არ ჩანს. ვიფიქრე, ალბათ საქმიანობს და მოგვიანებით გამოჩნდება მეთქი. ძალიან რომ დაიგვიანა, შევწუხდი. შვილი შევაჩერე და ვკითხე. შვილო, ფრაუ ბარბარა როდის მოვა მეთქი? არც აცია და არც აცხიელა. Heute Morgen, Frau Barbara gestorben. რაიო, ამ დილას ფრაუ ბარბარა მოკვდაო. აგერ უკრავს მუსიკა.
საზეიმო განწყობა, წრუპავენ ღვინოს, შამპარუნს, მოეშინე თავში და პირში ხელი. ახ, თუ ლიბე მაინე ბარბარა. Barbara, mein Schatz, mein Herz, meine Liebe, ach du meine liebe Barbara, warum habe ich heute Tag erlebt, liebe Barbara, და მესია ყველა. მამშვიდებენ ზურაბ რანს ნერვიულობ, რა გაქვთ ნერვიულო? ფრაუ ბარბარა შორს კი არსაც წაგვიყვანია. დამგრძალავებიურო, ხვალდილით წაიღებს, მანამდე აგერ ყავს აივანზე სავარძელში. ამაზე გადავირიე. ვოლფრამს უთხარი, წამიყვანი აქედან, ცუდად ვარ. მე ამის ყურება არ შემიძლია მეთქი. ბოდიში კი მოუხადე. ამშვიდებენ, ცდილობენ ამიხსნათ. რა ეკნათ, აბა ხალხი მოპატიჟებული ყავდათ და წვეულებას ხომ არ ჩაშლიდნენ. ძალიან რომ გადავირიე, ცოლს მიუბრუნდა და უთხრა, ხომ გითხარი, არ უნდა წამოგვეყვანა. ამას სხვანაირი მენტალიტეტი აქვს. ბიჭო, ბარბარა ბალკონზე თქვენ გეიტანეთ და კიდე მე მაქვს სხვანაირი მენტალიტეტი მეთქი. ასე მოექცნენ საწოდავ ბარბარას ჩემს თვალში ბარბაროსულად. მეორე დღეს ნეკროლოგი წავიკითხე გაზეთში. ამა წლის 5 მაისს გარდაიცვალა ქალბატონი ბარბარა შულცი. დააგრძალა ვიტერშლიკის სასაფლაოზე 22 ოქტომბერს. შვილი მივლინებაშია და ოქტომბრის ბოლომდე ვერ ჩამოდის მიხსნის ვოლფრამი. ბიჭო, ბიძაშვილი, მამიდაშვილი, რა შვება ეს რა მაგათი პრობლემაა. მოკლედ როგორც იქნა 5 თვის შემდეგ გამევიღეთ საწოდავი ბარბარა მაცივრიდან და დააგრძალეთ ვიტერშლიკის სასაფლაოზე. გასვენებაში 12 კაცი ვიყავით. ამ 12-დან ერთი მე ზურიკო შევარდნაც. მე ერთად წავედით და ვჭამეთ ნაყინი. ნაყინის ფული ყველამ თავისი თვითონ გადაიხადა. ბარბარას შემხედვარეს არ მავიწყდებოდა ერთი ჩემი თანასოფლელი მეზობლის, ვასილის დაკრძალვის ამბავი. შვილებთან გარდაიცვალა სტუმრობისას თბილისში და გადაწყვიტეს აქვე დაეგრძალა, სოფელში აღარ წაასვენეს, ზამთარი იყო. იმაზე აღარაფერს ვლაპარაკობ, რომ იმ დღეს ამ ოჯახში მთელი თბილისში მაცხოვრებელი გურულები რომ იყო თავშეყრილი, მაგრამ ჩვენს სოფელში დიდი ავტობუსი დავიქირავეთ, გვირგვინი შევუკვეთეთ, ბებია თან წამოვყვა და ჩამოვედით ვასილოს გასვენებაში, ნახევარი სოფელი. მისამართი მქონდა, შევდივართ ერთ-ერთი დიდი კორპუსის ეზოში, ბებია დაწინაურდა, სადაც ყველაზე მეტი ხალხი იდგა, რომელ სადარბაზოსთანაც ჩვენც იქ შევედით და ბებიამ პირველივე სართულიდან დაიწყო. მე ვედით ვასილო ძამიო, მოგიტანეთ ვენოკი ძმავო, არიცოდი ვასილო ამფერი დახვედრა ძმავო, შევდივართ, მაგრამ სადაა ძმაო? ხალიწევს ვასილოს ადგილას. ბები არ დაიბნა და გააგრძელა. ნამეტანი ბოდიშვიხთი, დედა. რა ფერს ირცხული ვჭამე, ჩვილო? რა ფერ მევეჯაყეთ, დედა? არ დატიოთ ბაღნებო ვენოკი. ასე დავარტყით 80-მა კაცმა, პატივცემულ ქალბატონს წრე, ჩვენი გვირგვინით. ჩამოვედით პირველ სართულზე, ავედით შემდეგ სადარბაზოში. ვიდირეთ ბატონი ვასილო, მე ვედით ვასილო ძამიო, მოგიტანეთ ვენოკი ძმავო. ახლა იგიდან იდუ რომ ხელა ვენოკი, დედო რა ფერი ვენოკი, მოგიტანეს და გაფასეს ზამიკო ვენოკი ძმავო. კი ბატონო, ჩვენეული დაკრძალვის რიტუალებსა და ტრადიციებში ბევრი რამეა გადაჭარბებული, მაგრამ მე ჩემი გადაჭარბებული მირჩევნია ჯერ ბალკონში გატანილ და მერე 5 თვეს მაცივარში შენახულ ბარბარას. ეხლა როგორია მათი თვალით დანახული საქართველო? ბევრი რამე არ ესმით და ვერ იგებენ, მაგალითად, გულწრფელად აინტერესებთ. წყალი რომ მოდიოდა და აღარ მოდის, სად მიდის? ან შუქი იყო და წავიდა. ვერ იგებენ, სად წავიდა, რატომ წავიდა. პირველად ვოლფრამი ასკანაში რომ ჩავიყვანე, ნახევარი სოფელი ჩემს ეზოში დატრიალდა და არიქა სტუმრებთან სირცხვილი არ ვჭამოთ, პროფესორებთან არ მევიჯაყოთ. შეწუხებულმა პროფესორმა გვერდით გამიყვანა და მკითხა, ზურაბ, კი მაგრამ ამდენი დამხმარე პერსონალი რომ დაგიქირავებიათ, რითი აპირებთ ამ ხალხის გასტუმრებასო? უხსნი, მაგრამ ვერ იგებს. ისე როგორც მე ვერ გავიგე ბარბარას ამბავი. ისე ჩვენ ყველაფერს ჩვენი საზომით ვზომავთ. ეგებ არ იყო ეს ფრაუ ბარბარა, ბებია ჩემ მერიკოსავით ტკბილი მოხუცი.
ალბათ არც ისეთ წერილებს წერდა შვილიშვილებს, როგორც ბებიაჩემი მე სტუდენტობისას. ეს წერილები და გურულის სამეზობლოს იუმორისტული მოგონებები სულ თან მახლდა და მეხმარებოდა გერმანიაში ნოსტალგიის დაძლევაში. დავხუჭავდი თვალს და კინოკადრებივით ცოცხლდებოდა ჩემი ეზო ასკანაში. იქ შეკრებილი ნადი, რომზიან და ერთდროულად რომ არჩევენ სიმინცსა და ქვეყნის ამბავს. ბებია, ბაბუა, ეთერი, მაყვალა რუსი, კატუშა, რა თქმა უნდა, თალიკო მამიდაც აქვია. წელს სიმინდის კარგი მოსავალია გურიაში და რა უჭირს გურულებს, მაგრამ შარშან ამის ნახევარი არ იყო სიმინდი და დიდი ფარცაგი ამბავი დაემართათ. რა მოხდა ახლა? მოგეხსენებათ, ინდაურს რამდენი სიმინდი ჭირდება. რახან სიმინდი ცოტა იყო, ნახევარმა სოფელმა გაწყვიტა მამალი ინდაურები, ბებიაჩემის მამალი ინდოურის იმედად. კი აგერ მერიკოს მამალი და გადავაი ჩვენ დედლები იმასთან. ერხან სამინდაურმა კი გუძლო ამ დატვირთვას და გრაფიკს, მაგრამ რაცა მე გვერდულად დაიწყო სიარული. გადაერია ბებიაჩემი. ევიღუპე დავრჩი წროულს ინდოუროთო ჭიოდა. დაიბარა ქალები და უთხრა, რაცა თვარ მე ვიფიქრეთ და თვარ დავადგინეთ. დედლების მოყვანის გრაფიკი წახდა ქალებო საქმეო. და ატყდა მეორე დღიდან გაძაძახილი, გადმოძახილი. მერიკო რაფერა ცალია ინდოურ დღეს. ბებიაჩემი გულდასმით გადაავლებდა თვალს უკვე მოყვანილ დედლებს და პასუხს არ აგვიანებდა. დღეს ვაცალოთ ეთერი ვერ იზამ საიდასაღუპავი მეც ვერა. თალიკო მამი და მამამბის შემხედვარემ საკუთარი ბიზნესი წამოიწყო ბატონო. და თავის ბუღას ფასი დაადვა. 10 ლარი მოითხოვა ძროხის მომსახურებაში. კაპიკს არ უკლებს, გადაერია მეზობლები. კი, მაგრამ მერიკოს მამალით ლათუფასოთ იყო ჭიოდენ და ამ ამბავს ხშირად წამოაძახებდნენ თალიკოს. ერთხელ მახსოვს მაქიმედ თავარტქილაძე ინკასატორი იყო მოსული თალიკოსთან და დენის გადასახადს თხოვდა 5 ლარს. თალიკო პროტესტს აცხადებს, ამ თვეში მე დენი თვალით არ მინახავს და არ ვიხდი მაგ 5 ლარსო. ამშვიდებს მეზობლები, ეცა არა, შენ და მაი 5 ლარი დიდი ფული. რა ფულია თალიკო შენ და 5 ლარი, ბოლოს და ბოლოს შენი ბუღის ნახევარი სექსია მაი. მაყვალა ნოქარი ახლა ნამეტანს იცინის, უხარია, მარა გუშინ მე იმდენი ვიცინე მის მაღაზიაში ჩემზე დამდურებულია. ცეხლი რომ ეკიდებოდეს, მაგის მოსხმული წყალი არ მინდაო ჩემზე ჭირო. რა მოხდა? ყავის სერვისს ყიდდა მაღაზიაში მოზრდილი ჭიქებით ოღონდ. და ასეთი წარწერა გაეკეთებია კოლობზე, ფლომასტერით. კოფეს, სევრიზი ჩაიზა. ვიღაცას ეთხოვა აკვარიუმი გამიყიდეო. და ედო იქვე წარწერით. აკვარიუმი. თებზიზა, ყველიზა და მჟავიზაც. კედელზე ქონდა განცხადება გაგრული. მუყაოს კოლობზე. იყიდება შავლა ჟღენტის ოჯახი. სუბრელებმა დუუკავშირდით პაბლიკას თბილისში. ჩემს სოფელში სვანები ჩამოასახლეს, სტიქიით დაზარალებული. ამ სვანებმა თავიანთი ნახევრად ველური სვანური ღორები თან ჩამოიყვანეს. მართლა რომ კარგი ღორებია. ნახევარმა სოფელმა მოინდომა ამ ღორების გამოჯიშება. კარგია, ხორცი გადასარევი აქვს, მაგრამ რადგინდა გურულად დაძახება არ ესმის ამ ღორებს. რამდენიც არ უნდა უძახო. ღუტუ. ირბის თავისთვის. სანამ სვანურად არ დაუძახებ. დღია, კოცხობ, დღია. მანამდე არ მოგიხედავს. აბა ნათელა მასწავლებელი ღორებზე ლაპარაკს რა ვაკადრულობს. გალაქტიონის პოეზიის კრიტიკითაა დაკავებული. კაცი რომ ერდაიგივე ლექსში, ერდაიგივე სიტყვას, ხუთი გზობა გეიმეორებს, მაი ნანუ ტავტოლოგია. და ამ ფერკაც პოეტობაზე პრეტენზია აღარ უნდა კონდეს. რა ამბავია ბიჭო, ქარი ქრის, კიდომ ქრის. პოეტმა კაცმა ასახე აი ბუნებრივი მოვლენა 2-3 სიტყვით. ქარი გლეჩს ყორიფერს. თუ ამ მოგონებებმაც არ მიშველა, მაშინ ერთადერთ და უტყუარ საშუალებას მიმართავდა ვინიცის ბებიაჩემის ერთ-ერთ წერილს მე რამდენად ვკითხულობ. ჩემო გამორჩეულო, ყვარჩხალია, ხახარიკა, ოქროს ჭუჭულო. გამოჩიჩინებული ბებიაშენის სიცოცხლე, სულო, გულო, ჩემო ყორიფელო, ზურიკელა ნენავ შვილო. არც ვიცი რაფერ გადევიტანს შენს შინარყოფნას, მაგრამ ალბათ შევეჩოვი ბოლოს და ბოლოს ფრონტზე ხომ არ მყავ ხარ გაშობილი. არ გჭირია შენ
მითითება, მაგრამ შენი ამბები ყორიფელი მეიწერე ხშირად, შენებურად, რამე დაგჭირდეს და შემეითვალე. იმინუტშივე შეგეხმიანებით. ბაბუაშენსაც ძალიანი გუუჭირდა შენთან მოცილება, მაგრამ მაი კაცია და არჩივა იმ დონეც. აბა მე გამოგლოვილი მყავხარ. დღეი ერთია და 100 გზობა გაგიხსენებ. გული მეთუთქება, მაგრამ რა ვქნა? თან მიხარია, კაი საქმიზა რომ ხარ მაქანა და ამით კიდო პაწას ვიმშვიდებ თავს. ბებია მაყვალია, ძალიან გლახად იგაჭვირებული. რომ იტყვიენ, აღარც იქით და აღარც აქით. კტება და არ დაადგა საშველი, დეისვენებს კემაინც. მეშვიდე ღამეს უთევთ ამეღამ ქალები. რა ვარც გეიგო გლახა ამბავი, ჩამეირბინე, იცოდე. დიდი ამაგი აქვს, მაგ გაჭვირებულს და ჩამქრალ ვარსკვლავზე დაბადებულ შენზე. რომ დეიბადე მეწველი თხაი გაჩუქა ორით იქნები. წელს ადესა ნამეტანი ნაკლებია, თითქმის სულ არაა. ჩემს სიკვდილს უფრო იოლად გადიტანდა ბაბუაშენი ვინემ ამ ამბავს. ტუხაიას ერთი კაი საქმე დიემართა. ბერწი თხაი რომ ყავდა დამაკტაი რა ვარც იქნა. მას ერთ ძალის ფეხმძიმობის ამბავი რომ გეიგენ იარ გახარებია მაგ დასაღუპავებს. სულიკოს ამჯერად გუუმართლა და მეხუთე ბიჭი გამოუვდა. ბაბუამისის სახელი დაათქვენ სოკრატაი. კაცა ხაპივით აქ თავი. ციცოიე გავათხოვეთ გუშხამ. კიდო მკაი რომ წეიყვანა იმ ოჯახაშენებულმა თვარა. აი წელიც რომ მაგას შინ დიერღვია, მერე მაგას კაცი არ წეიყვანდა და მაიმუნს დედამისი არ გაატანდა. ბაბუაშენმა რომ ზენძღვა თოფი. ერთი ჩემი ხნის მამალი რომ ყავდა იმას ჯაჭვეტაი, 3 დღე ირიახო ურუახო იყო ჩვენსას. აბა შეიმცინენა ჭკუას განგება არ გასწავლი, ვიცი რაც ხა ოქრო მყავხარ, მაგრამ მაინც. იცოდე, კაი რომ იქნები, მაშინ ყველას ეყვარები და დაგლახებული და გლახა არიკაც არ უნდა მის გვერდში. ისე შენ გეიხარე და გაძლიერდი და გამრავლდი ასსულად, რა ვარც ამას სიმართლე ვჭივი. ისწავლე ნენა, მაგრამ თლან უმეიკლავ თავს. შენ თუ გადამერიე, მაგფერი არც სწავლა მინდა და არც აფერი ქვეყანაზე. ისე სადაა სამართალი, თვარა შენ რომ სწავლობ, იმფერი ძნელი რაც ხეები, ბაღანამ ისწავლოს და ექიმი არ გამევიდეს, კია წაწმედა. აბდრული ალბათ ამას რო ვწერ, მაგრამ აწე ხანდისხან აბდრულიც მეპატიება. გეხვეწები ნოაყობი მაქოურ თხათხა გოგუებს. იცი შენ, 100 ვინც ხამყავს შენ და შეთვალიერებული, მაგრამ აწე ჩემი არჩეული ქალიკარა ინდოური აღარ ვარგა ნენა სადგამურად. აგერ ბაბუაშენი მიჩივა, რას წერ ქალო ამ დონეც. მაი თუ იკითხა ბაღანამ წიგნი რო გაიც წეიკითხოსო, მაგრამ მაგ წიგნის კითხვას ყოველთვის მიესწრები და ბებიაშენიდან იქნება აი ბოლო წერილიც ქეიყოს. ელანძია ადამიანი. გახარებული და გამრავლებული იყაი ნენა სულ. ვინც ხამ შენ ავითვალით და გული ჩემოგხედოს, დაფსებოდეს ცალი თვალი და დარჩენილი ცალით შენი კარგად ყოფნიზე ეყურებიოს. ჩემი ნენა ჭკუით იცოდე, წამხთარია ქვეყანა. შენი ბებიე 97 წლის 28 სექტემბერი. სანამ საქართველოში ბებიას წერილს, შვილიშვილის გულის გათბობა და სულის გადარჩენა შეუძლია, ვერავით არის გლობალიზაცია ვერაფერს დაგვაკლებს.